დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. დილამშვიდობისა, თბილისი 34 საიუბილეო თბილისობისთვის ემზადება დედაქალაქში თბილისობა 2014-ის ფარგლებში ღვინის ქალაქი მოეწყობა. თბილისობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ჩვენ დეტალურად კიდევ ერთხელ მოგიყვებით, მანამდე კი მე მინდა მივესალმო ჩვენ სტუმარს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ შალოხეთურიანს. დიდი მადლობა რომ მოხვედით. მოდით მოგვიყევით წელს რა გაქვთ ჩაფიქრებული, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მასშტაბური და ცენტრალური ღონისძიება იქნება, ხო? ღვინის ქალაქი, რა მოხდება აქ? დიდი მადლობა. ესე იგი თბილისის მერიასთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ჩვენმა ასოციაციამ ასეთი ღვინის ქალაქი იგულისხმება პირველ რიგში ღვინის სახლები. ყოველი სახლი მატარებელი იქნება რაღაც კონკრეტული ინფორმაციის, ანუ თვითონ ამ ღვინის ქალაქს დანიშნულება იქნება, მათ შორის ცოტათი საგანმანათლებლო. ანუ ადამიანი, რომელიც იქ მოხვდება, გარდა იმისა, რომ შეძლებს საქართველოში წარმოებლების, ასე ვთქვათ, ხილვას, შეძენას, გარკვეული ფასდაკლებებით, ღვინის წარმოებლებს, ასევე დეგუსტაციები ექნებათ გარკვეულ პერიოდებში. ასევე ის მისთვის საინტერესო ინფორმაციებსაც წაიკითხავს ქალაქის სახლების კედლებზე, ქალაქის კედლებზე. ასევე იქნება ასეთი ახალი კომპონენტი, რომელსაც ქვია ღვინის აღლუმი. ეს იქნება ესეთი დიდი მსვლელობა, თეატრალიზებული, რომელიც მოეწყობა მეტეხის ხიდზე. ეს იქნება ხვალ 3 საათზე. და ეს მთელი ეს პროცესია გახსნის შემდეგ უკვე შევა ღვინის ქალაქში, გახსნის ღვინის ქალაქს. ეს იქნება ასეთი ცოტა სიმბოლური, ქალაქს თავის გასაღები ექნება, რომელიც ასე ვთქვათ, თბილისის მერთან ერთად. და როგორ არიცით, გვინდოდა რომ ამას ქონოდა არამხოლოდ დაუშვათ რაღაც სანახაობრივი კომპონენტი, არამედ ცოტათი უფრო მეტად საგანმანათლებლო, იმიტომ რომ ღვინო პირველ რიგში ღვინო საერთოდ იყიდება და ღვინო მიეწოდება მუდმივად განათლებით. ეს არის ერთ-ერთი სპეციალურ ფასებადაც რომ გაიყიდება ღვინო. მე იმედი მაქვს, რომ გარკვეული ფასდაკლებები იქნება რეალურად. წარმოდგენილი იქნება ალბათ ღვინო ყველა რეგიონიდან, ხო? ისევე როგორც კერძო მეწარმეები, ასევე ქარხნებიც თუ როგორ არიცით, იქნება მცირე და დიდი საწარმოები. ერთ-ერთი პირობა იყო აქ მონაწილეობის, რომ ეს უნდა ყოფილიყო ბოლოში ჩამოსხმული ეტიკეტირებული ღვინო. იქნება ყველაფერი, ასე ვთქვათ, ძალიან ნორმალურ კონცეფცია არის ზოგადად ამ ღვინის ქალაქის, რომ ღვინო ეს არის კი გასტრონომიული პროდუქტი არის, მაგრამ ეს არის კულტურული ფენომენი, ჩვენი იდენტობის ნაწილი და შესაბამისად ეს უნდა იყოს ძალიან ღირსეულად და გარკვეული ესთეტიკითაც წარმოდგენილი. ასევე მინდა გითხოთ კონკურსსაც, რომელიც ამ ყველაფრის ფარგლებში მოეწყობა, ანუ რა ტიპის კონკურსი იქნება და ვინ გამოავლენს ამ გამარჯვებულ ღვინოებს? ეს კონკურსი ჩვენმა ასოციაციამ ისევ და ისევ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დაორგანიზა. ეს არის კონცეფცია ამ კონკურსის არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ფორმატებთან ძალიან ახლოს. პირველ რიგში რომ არის პროფესიონალების ჟიური, ესენი არიან ენოლოგები, მათ შორის სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრები, არიან სომელიები. ეს არის დაახლოებით 20 პროფესიონალი. ბრმა დეგუსტაცია, ნიმუშების შერჩევა კიდევ ხდება ასეთი პრინციპით, რომ ეს არის ყველა პრაქტიკულად ყველა ღვინო 300 ნიმუშზე მეტი იყო თვალსწრები, რომელიც არის წარმოდგენილი თბილისში საცალო ვაჭრობაში, ანუ მაღაზიებში. გარდა ამისა, არის 14 ნომინაცია, ასე ვთქვათ, ყველაზე მთავარი ნომინაციები. გარდა ამისა არის კიდევ მედია ჟიურიც, რომელიც ასე ვთქვათ, სახალხო ხმას წარმოადგენს. იქნება ამის საზეიმო დაჯილდოება, ეს უკვე კვირას მეორე დღეს 5 საათზე. და ეს გარკვეული რაღაც რეიტინგები იქნება ბუნებრივია, ხო, ყველაზე პირველი, მეორე, მესამე. და ისედაც საინტერესოა, რომ ბრმა დეგუსტაცია არის აბსოლუტურად მიუყევზებული, აბსოლუტურად ობიექტური, როცა ვერ ხედავ რა სინჯავი. ამიტომ არის ახლა ეს არის პრინციპი კი ბუნებრივია. და ჩვენთან არის წარმოდგენილი. ფასები რაც თავარია, ყველა არის ერთ და იგივე ფასების სეგმენტში მოხვედრილი. ანუ ღვინო რომელიც დღეს პირობითად 50 ლარი არ ხდება ერთხელ. არ არის კონკურენტი, თქვა პროფესიონალი ღვინის. ანუ აქ კონკრეტულად რა მოგვიტანეთ ასე. ესე იგი, ეს არის ახლა ნაწილი ნიმუშებისა საფეროები ბუნებრივია. და აი ზუსტად ახლა 4 ფორმა არის აქ ვოკალების, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა არის, როცა ყველა ღვინოს საერთოდ ყველა ყურძნის ჯიშიდან გამომდინარე თვითონ და თუნდაც რეგიონიდან სხვა რეგიონებში სოფლიოში სხვადასხვა ტიპის ვოკალები არის ხოლმე. ეს ფორმა მართლაც განაპირობებს ღვინის ხარისხს არა რა თქმა უნდა, არამედ ვის აღქმას. აი ამ დიამეტრსაც მნიშვნელობა აქვს ფორმასაც. ეს არის კი კაბერნე სოვინიონის ვოკალი, კაბერნე სოვინიონის წამყვანი საერთაშორისო ჯიში არის, შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მეტად გავრცელებული.
ეს არის პინო ნუარის ვოკალი და ეს არის შირაზის. და ეს კიდევ არის საფერავის ვოკალის პროტოტიპი. ეს არ არის თვითონ საფერავის ვოკალი, ეს არის მისი პროტოტიპი. თვითონ საფერავის ვოკალი ჯერ ჩვენ ორი გვაქვს მხოლოდ შექმნილი ჯერჯერობით, რომელიც ასე ვთქვათ, გავაჩუქეთ ძალიან საპოტენციალო ადამიანებზე და ეხლა იქნება უკვე და დაახლოებით ერთ თვეში უკვე გამოვა ასე ვთქვათ ამ ჭიქებიდან როგორც ერთ და იგივე ღვინო და ასე აქვს სხვადასხვა გემო, ხო? ვერაფერს ვერ მივახსენე. მაგრამ მნიშვნელობა აქვს, ანუ აი რა დონეზე უწევს ადამიანს თავის გადახრა, თუ სწორად მახსოვს და როგორ ხდება, როდის ხდება ის ენის წვერს და ასე შემდეგ. ჩვენ ამაზე გქონდა რამდენჯერმე საუბარი თუ გახსოვს და ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც გადამწყვეტია ამ ყველაფერში. აი მართლაც შეგიძლიათ აი გუსტავშტოური სხვადასხვა ესა და ეს ნუ პირველ რიგში ის არის რომ არომატიკის კუთხით ინებეთ როგორ არის ეს პირველ რიგში აი ეს ფორმა თვითონ და ამის სიმაღლე და ეს განაპირობებს როგორ მოეწოდება მას აირები ეს არის ყველაზე ანუ რა ინტენსიურობით მოწოდება, რა დოზირებით. ჯიშს, ყველა ჯიშს თავისი რაღაც განსაკუთრებული ფისებები აქვს, ხო? ზოგიერთი უფრო არომატულია, ზოგიერთი ცოტა უფრო ნაკლები, ზოგიერთი ხილისკენ კრისტალები, ზოგიერთი უფრო სანელვილების და უშუალოდ როგორც საფერავი ამ შემთხვევაში და მეორე თვითონ დალევის დროს პირველი 10 წამი ძალიან მნიშვნელოვანია ახმისთვის და ის ნაკადი სად ასე ვთქვათ მოხვდება ენაზე ზოგი ჯიში მიდრეკილია უფრო პირობითად ვიძახი და უშუალოდ ცოტა უფრო მინერალობისკენ ზოგიერთი უფრო სიტკბოსკენ თუმცა შაქარი არის გულისხმობა ხო აი ეს უნდა მოხდეს ზუსტად იმ ადგილზე ენის რეცეპტორების რომელიც პასუხისმგებელია ამაზე თუ სიტკბოსკენ მიდრეკილი ჯიშის ნაკადი პირობითად ვიძახი მოხვდება სხვა ადგილას ვიდრე სიტკბოს ახმა ხო და გვინდა აღიქვა ცოტა სხვანაირად ამას სხვა შორის ჩამოსული იყო ეს ბატონი გეორგი რიდელი ვინც აწარმოებს ამ ვოკალებს 200 წელზე მეტია ეს ხალხი ამოსაკეთებს დიდი ოჯახი არის პირველ ნომერი ბრენდია ამის შექმნას გარდა იმისა რომ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ჩვენი მთავარი ჯიში უკეთესად აღვქვათ აქვს ძალიან კარგი მარკეტინგული დანიშნულებაც იმიტომ რომ რიდელი არის ნომერ პირველი ბრენდი ვინც აწარმოებს ზოგადად ამ ვოკალებს ძალიან დიდი ხანია მას ყველა იცნობს მათ შექმნეს დაახლოებით 20 წამყვანი ჯიშისათვის აი როგორც კამერნე პინო და ამ შემდეგ ეს და ერთ-ერთი მათ შორის ახლა გახდება საფერავი და ძალიან ეხმარება მის ცნობადობას და საკმაოდ ძვირიც ხის ხო ამ ჭიქის დამზადება როგორც კი რასაკვირველია ეს პროექტი დიდხნიანია 9 თვე მოუნდით ამის შერჩევას როცა გარდა პროფესიონალების უცხოეთში შერჩევისა ჩვენ შევკრიბეთ 100 ქართველი სპეციალისტი საქართველოში ივნისში და ავარჩიეთ პროტოტიპი ახლა რომელიც მე მიჭირავს ხელში ამ პროტოტიპის მიხედვით მან კიდევ დაამზადა 12 უნიკალური ფორმა და კიდევ შევკრიბეთ ეს უამრავი ხალხი მეორედ საქართველოში და ამოვარჩიეთ უკვე ის ერთი რომელიც ჩვენი არის. ბატონშალო რომ შევაჯამოთ ბოლოს კიდევ ერთხელ ანუ 25-ში 26-ში ერთ-ერთი ეს ეპიცენტრი ანუ შეიძლება ასე ითქვას თბილისის ღონისძიებების იქნება ღვინის ქალაქი რომელსაც ექნება წელს ინფორმაციული დატვირთვაც როგორც გითხარით და ანუ რომელი საათებიდან დაიწყება აქტივობები და ვიცი რომ ფრანის კონცერტიც სწორედ ღვინის ქალაქის ფარგლებში იგეგმება. 25-ში დაახლოებით 12 საათისათვის გაიხსნება ღვინის ქალაქი 6-მდე იმუშავებს, 3 საათზე იქნება ეს საზეიმო აღლუმი, რომელიც გითხარით, ღვინის აღლუმი. ეს მართლა ფენომენი არის, ჩვენმა კოლეგებმა რამოდენიმე ქვეყანაში იმდენად მოეწონათ ეს აზრი, რომ იქაც ჩაატარებენ, აი იაპონიაში სავარაუდოდ. კარგი ახალი თემა არის. კარგი, ფრანის კონცერტი იქნება 2 საათის განმავლობაში, გახსნის შემდეგ ეგრევე. მეორე დღეს კვირას დაახლოებით 11 საათიდან გაიხსნება 6-მდე იმუშავებს ღვინის ქალაქი. 5 საათზე გვექნება საზეიმო დაჯილდოება და გამოცხადება გამარჯვებული ღვინოების ესეც ღვინის ქალაქში და მთელი დღის განმავლობაში იქნება ნაბადის თეატრალიზებული შოუ ასე რომ ღვინის თემაზე და ლაშარე ჩვენი ფოლკლორი კეთილი გისურვებ წარმატებებს მგონი ყველაფერი კარგად ჩაივლის ჩვენ კი თბილისობის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს თქვენთან ერთად გადავხედავთ რეკლამის შემდეგ ასე რომ დაგველოდეთ სულ რამდენი წუთი პროექტები თვალე